ისევ ხორვატები ჩორლუკა გადაიტანა თამაში ოდნავ მარცხნივ შიმუნიჩი. ორივე ცენტრალური მცველი ფაქტიურად წინ არის. საერთოდ არ ფიქრობენ ისინი დაცვაზე. დუიმოვიჩი, ჩორლუკა. ისევ დუიმოვიჩი. გაითამაშა იგბურთი მოდრიჩთან, საჯარიმოში არიან ხორვატი ფეხბურთელები. ჩაწოდება და 1-1. მაინც მოახერხეს გატანა ხორვატმა ფეხბურთელებმა მარიო მანჯუკიჩი გატანილი გოლის ავტორი. კიდევ უფრო გაუჭირდება ეხლა საქართველოს ნაკრებს. ალბათ კიდევ უფრო დიდი ძალით გადავლენ ხორვატები შეტევაზე. მარიო მანჯუკიჩი გახდა გატანილი გოლის ავტორი. მარცხენა ფრთიდან გავიდნენ ძალიან კარგად. ახლა შემოსული დუიმოვიჩი მაიაქტიურა, ახლა შემოსულმა ფეხბურთელებმა დუიმოვიჩმა და კლასნიჩმა გაითამაშეს. კომბინაცია და დასწრებაზე კარგად ითამაშა ხორვატმა ფეხბურთელმა და ანგარიში გახდა 1-1. 15 წუთია მატჩის დასრულებამდე დარჩენილი. 76 წუთზე